ვართ დეკანოძე დავით ციცქიშვილი, თბილისის კლისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის ღვთისმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის პედაგოგი. ამისთვის არის 50-დღიანი პერიოდი მარხვა, დიდი მარხვა, როდესაც ადამიანი ცდილობს უფრო მეტად გააკონტროლოს საკუთარი თავის სულიერი კუთხით, ნაკლებად გაერთოს, ებრძოლოს თავის ვნებებს, ჩაუფიქრდეს თავის არსებას, სულიერ საკითხებს და ასე შემდეგ და ეს 50-დღიანი დღე არის იმისთვის, რომ უფრო მომზადებული შევხვდეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე ერთი ცნობილი ქალბატონის სიტყვები მახსოვს ადრე გავიგონე. როგორ არ მიხარიაო აღდგომა ქრისტიანული დღესასწაულებიო, მაგრამ აი იმ სიხარულს აფერფთალებს ის, რომ მე თვითონ არ მარხულობო და აი ამ წეს არ ვიცავ. ასე რომ ეს 50-იანი დღე არის იმისთვის, რომ მოემზადოთ აღდგომისთვის, მაგრამ რა არიცით, დიდი ათონელი ბერი პაისი ამბობდა, რომ როდესაც დღესასწაული მოდისო და მისი არსი, შინაარსი უნდა შევიგრძნოთო, კარგი იქნება თუ ვიფიქრებთ ამ დღეზეო. რა მოხდა ამ დღეს, რა მოვლენას ჰქონდა ადგილი. ადამიანებიო ზოგჯერო თქვათ შობას ხვდებიანო უფრო ღორის წვადებითო აღდგომასო ბატკნისო ყველიერსო კამფეტებითო ანუ უფრო მატერიალურზე გადააქვთ აქცენტი და ის სულიერი შინაარსი რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა ასე რომ კარგი იქნება თუ ვიფიქრებთ გავაცნობიერებთ აი დღესასწაულის შინაარსს და აღდგომა არის დღესასწაული მე ასე ვიტყოდი. იცით, როდესაც შენ ჯვარს ატარებ, იქ ალბათ ერთი ფაქტორი მარტო არ გამოიყოფა, რამდენიმე. პირადად მე ჩემ თავთამემართებით რამდენიმეს გამოვყოფდი. ერთი ის, რომ ჩვენი გვარი სასულიერო გვარი იყო, ბევრი იყო სასულიერო პირი წინაპრებში და ალბათ მიდრეკილივი იყო აქითკენ. მეორე ფაქტორი, რაც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში შეიძლება რომ დავასახელო, არის ის, რომ ფსიქოლოგიური დავამთავრე და როდესაც უკვე დამამთავრებელ კურსებზე ვიყავ, მივხვდი, რომ დაეხმარო ადამიანს ფსიქოლოგიურად ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ფსიქოლოგებს არ მოუდგენიათ. აქ რაღაც სხვა ძალებია ჩართული. კერძოდ მივხვდი, რომ უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე არის ღმერთი და მოწინააღმდეგე ღვთისაწინააღმდეგო ძალა. არის ესეთი გამონათქვამი, ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო შთაეგონებინა ადამიანისთვის, რომ ის არ არსებობს. ის კუდი დარქებით კი არ მოდის, ფსიქოლოგიური პრობლემებით მოდის, ბრძოლით მოდის და აი ეს ძალიან კარგად გავაცნობიერე, გავითავისე და მივხვდი, რომ სადღაც სხვაგან უნდა ჩავიშვა ღუზა იმისთვის, რომ როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი მე შევდგე. და აი ამანაც განაპირობა მართალი გითხრათ. ისიც იყო, რომ აი დავამთავრე მე ეს ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და სხვადასხვა სფეროში ჩავში ღუზა, მაგრამ სულ შეგრძნება იყო, რომ ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. გული მაინც ვერ რაღაცნაირად გამიჩერდა და ამანაც ბიბიძგა რომ აი აქეთკენ წარმოსულიყავი. საბოლოო ჯამში ალბათ ადამიანი რო იბადება, იცით, იბადება თავისი მისიით და აი ამას უნდა მიაგნოს. მე მახსოვს ადრე უწმინდეს ჰქონდა ჩვენ ილიას ესეთი ჩვეულება, როდესაც ეპისტოლეებს წერდა ხოლმე, ზოგჯერ უძახდა ხოლმე ხალხს. მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომ აი მათი აზრით ქვეყანაში რა პრობლემები იყო და რამდენიმე შეხვედრას მეც დავესწარი და ერთ-ერთზე ვთქვი, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი უბედურება რა არის, რომ ადამიანი საკუთარ თავს ღალატობს. კერძოდ რა იგულისხმება, რომ პროფესიას ირჩევს მაგალითად არა იმას, რაც მისთვის საინტერესო, რისთვისაც არ მოწოდებული, არამედ რაც ფულს მოიტანს, კარიერის გაკეთებას, რაც შეუწყობს ხელს და ამით საკუთარ თავს ღალატობს. იმას კი არ აკეთებს, რაც აინტერესებს და რისთვისაც დაიბადა, არამედ იმ საქმიანობას ეწევა, რომელიც კიდევ მეორებ ამ ქვეყნიური კუთხით იქნება მისთვის წარმატებული. ესეც საკუთარი თავის ღალატია და მე პირადად
ბევრი ნაკლი მაქვს და ბევრი შეიძლება შესაძლოა ცხოვრებაში, მაგრამ ვცდილობდი რომ საკუთარი თავისთვის არ მეღალატა და აი შინაგანი განწყობა რისკენაც მიბიძგებდა არა, აი ეს საქმე მეკეთები. ჩვენი ტაძარი კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძარი, აი ის ტაძარი, სადაც ახლა ჩვენ წირავთ სახურობთ არა, მე-16 საუკუნეს არის აგებული, მაგრამ 2007 წელს ჩატარდა იქ გათხრები და აღმოჩნდა მე-7 საუკუნის ტაძრის საძირკვლის ნაშთები. ანუ მე-7 საუკუნეში იყო იქ ტაძარი და ანუ როგორც ამბობენ, ვახტანგ გორგასლის დაარსებულია ძველი წყაროების მიხედვით და დედაციხის ეკლესიის სახელწოდებით არის ცნობილი. ასე რომ ერთ-ერთი უძველესი ტაძარია, მე ესე ვიტყოდი და მე გამოვყოფდი იმ კუთხით, რომ თითქოს თბილისში ხარ და თბილისშიც არა ხარ, ზემოთ უნდა აიარო გარკვეული მანძილი, კიბეებით არის ამოსასვლელი და ძალიან კარგი ხედი იშლება. სხვა არის აი ტრასიდან რომ უცებ შეხვალ ეკლესიაში და სხვა არის აი ცოტა ოფლს რომ გამოვიდენ და გზა გრძელდება და ფიქრობ ტაძარზე, ფიქრობ ღმერთზე, რაღაც უფრო სხვა განწყობით შეაბიჯებ ხოლმე ღვთისმსახურში. ლექციების კურსი მიმყავს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და SEO არის ესეთი უნივერსიტეტი, იქაც ქრისტიანული ფსიქოლოგიის კურსი მიმყავს და ავირჩიე, რატომ იცით, მახსოვს, ჩვენ დროს 10 წლიანი სწავლება იყო, რომ გადავედი მე-10 კლასში, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია. და სხვათა შორის ამ დროს პრესტიჟული არ იყო ეს კაცისთვის, იქ ფულს ვერ გააკეთებდი, კარიერას ვერ გაიკეთებდი, მაგრამ იმდენად მინდოდა რომ იქ ჩამებარებინა, რომ არაფერს არ შევხედე. და მივყევი ამ შინაგან მოწოდებას და მე უკვე როდესაც მღვდელი გავხდი ათწლეულების შემდეგ, აი რო არ უღალატე ჩემ თავს და ეს არჩევანი გავაკეთე, მივხვდი რომ ძალიან წამადგა, იმიტომ რომ მღვდლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მას სჭირდებოდეს, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური კანონების ცოდნა, პროცესების და ასე შემდეგ, ასე რომ აი შინაგანად გრძნობდი, რომ იმ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ფსიქოლოგიის სფერო და ეჭვიც არ მეპარებულა, რომ ამ მიმართულებით უნდა წავსულიყავი. ხო, ეს ბოლომდე მე არა მაქვს გაცნობიერებული, იმიტომ რომ ბევრი არ არის პატრიარქის პირდაპირ შთამომავალი და ალბათ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა კუთხით მაინც შეიძლება ასე ითქვას, ნიჭიერი ვარ მართლმადიდებლური სარწმუნოების გათავისების აღქმის თვალსაზრისით. აი, მღვდელი რო ვარ, უკვე აღნიშნე, რომ დამსახურება ალბათ იმის, რომ თუნდაც წინაპარი მყავდა პატრიარქის. და სხვანაირი პასუხისგებლობა, იმიტომ რომ რაიმე რო დავაშავო, არასწორად მოვიქცე, ხა უცოდველი არავინ არ არის უშეცდომო. იტყვია, რომ აი პატრიარქის შთამომავლი რას აკეთებსო. სხვათა შორის არის ესეთი კანონზომიერება სულიერ სფეროში, იყო ესეთი წმინდანი სერაფიმე ვირიცელი, დიდი წმინდანი იარუსი და მის შვილს რაღაცა კუთხით აერია ცხოვრება გზაკვალი, როგორც მე მახსოვს და იქ რა წერია, იცით, რომ როდესაც მის ცხოვრებას კითხულობ, რომ ზოგჯერ ბოროტი ცდილობს, თქვათ, რომელიმე მოღვაწეს, რომ საქმე ვერაფერს დააკლებს, მის შვილებს გადაუხადო სამაგიერო. ეს ძნელად გასაგები კანონზომიერებაა შეიძლება, მაგრამ აი ეს მომენტიც ხდება, ანუ ის გაამასებული ეკვეთება უკვე მის შთამომავლებს. ასე რომ აი ეს მომენტიც არის პასუხისგებლობა დიდი, ბრძოლების დიდია, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ შეწევნაც დიდია, იმიტომ რომ ქრისტიანული გაგებით თუ წინაპარი ხდება, თქვათ, სამოთხეში და იქ კარგ ადგილებში დაივანებს, ის მლოცველი ხდება უკვე მიწაზე დარჩენილთათვის. ასე რომ აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი კანონზომიერებაა. ურთულეს პერიოდში მოუწია კათოლიკოს პატრიარქის ჯვრის სიდვა, ეს იყო 20-იანი წლები,
ჩვენი საუკუნის, როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ, წითელი ტერორი მძვინვარებდა, ანგრევდნენ ეკლესიებს, ხრეტავდნენ სასულიერო პირებს, აწიოკებდნენ და 22 წელსში უწმიდესი ამბროსი, მისი წინამორბედი დაიჭირეს. და მისი კურთხევით 23 წლის დასაწყისიდან უკვე ქრისტეფორე მართავდა ფაქტიურად ეკლესიას, იმიტომ რომ ხა ციხიდან ხო არ უხელმძღვანელებდა და ამიტომაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ეკლესიის საჭეთ ყოფლის, ასე ვთქვათ, ეს მისია. თვითონ 27-დან 32 წლამდე იყო, მაგრამ რა ვთქვი, უკვე ფაქტიურად 23 წლიდან უხდებოდა რა ეკლესიის მესახტრე იყო მისი კურთხევით და მე ესე ვიტყოდი, რომ აი ქარიშხალი რომ არის და წარმოიდგინეთ თქვენ გემი მიდის და რულთან დგას ვიღაც, რომელიც ატრიალებს, რომ არ დაიღუპოს ეს გემი. აი ესეთი მისიის შესრულება მოუწია. იგი მიხვდა, რომ ერთ-ერთი უმძლავრესი სატანური ძალა მოევლინა კაცობრიობას და აშკარა წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ხა ძველი თაობა, საშუალო თაობაც მოესწრო საბჭოთა კავშირს. იქ აშკარად რომ გამოსულიყავი ამ ძალის წინააღმდეგ, არა, შენგან არაფერი არ დარჩებოდა. ეხლაც მე დიდი მომხრე არა ვარ ამ ხელისუფლების, მაგრამ ნამდვილად ვეთანხმები რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, იმიტომ რომ სულ სხვა რანგის მოთამაშეა. ხო და აი ეს მიმართულება განსაზღვრა ქრისტეფორემ. მიმართულება, რომელსაც მისი ყველა შემდგომი პატრიარქი დაადგა. მაგრამ ეს გზა იყო, როგორ იცით, საკმარისად ეკლიანი, ბევრს არ ესმოდა, შეურაცხყოფას აყენებდა, რაღაცა მედროების ელემენტებს ხედავდა მის მოღვაწეობაში, მაგრამ ერთადერთი გადარჩენის გზა რეალისტური იყო ეს. და იმდენად უჭირდა, რომ თვითონ დადიოდა მაგალითად საჭვლის ჩამოსატანად. ერთი ჩილელი მიტროპოლიტის ინტერვიუ წავიკითხე, მაშინ ჩამოვიდა თბილისში და ამბობდა, რომ საპატრიარქოში კი არ მეგვიღესო, სადღაც ქალაქის გარეუბანშიო, ინკოგნიტოთო, რომ პრობლემები არ შექმნოდათ, წარმოიდგინეთ თქვენ, სტუმრის მიღებისაც კი ეშინოდათ. და რომ გარდაიცვალა, მაინტერესებდა, როგორ აშუქებდა მაშინდელი პრესა პატრიარქი ქრისტეფორეს გარდაცვალებას და რა ეწერა, იცით? იქ მიცვალებულების გრაფები იყო და ეწერა, რომ გარდაიცვალა ქრისტეფორე მურმანიძე ციცქიშვილი. წარმოიდგინეთ. არც ეწერა, რომ პატრიარქი გარდაიცვალა. ეხლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, ყველა ძალიან დაგსვდაგული ჩვენი უწმინდესი რო გარდაიცვალა, მაგრამ ესეთი შთამბეჭდავი დასაფლავება ალბათ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და არც იქნება, მაგრამ მაშინ წარმოიდგინეთ თქვენ 32 წელსში იმის ღირსიც კი არ გახადეს, რომ მიეთითებინათ, რომ პატრიარქი გარდაიცვალა. აი ეს ფაქტების მიუთითებს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო მისადმი და როგორ ძალიან რთულ ჯვარს ატარებდა ეს კაცი. ეს საკმარისად ხშირად ჰქონია მასთან და ბევრი ითქვა, დაიწერა. ერთ აღნიშნა, რაც მრავალმა აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული ქარიზმა ჰქონდა. ის ქარიზმა, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ მღვდელმთავრებთან მაინდამაინც არ შეინიშნება. სიბრძნე ჰქონდა. ეხლა ჰქონდა შეცდომებიც, მე გაიდეალების მომხრე არა ვარ, პირდაპირ უნდა გითხრათ. შეცდომებიც ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ მთლიანობაში რამდენადაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შთამბეჭდავი პიროვნება იყო და აი რახან ქრისტეფორეზე იყო პატრიარქ საუბარი, არაერთხელ აღუნიშნავს ჩემთან, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი პატრიარქი, რომელმაც პირდაპირ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეკლესია. აი რამდენჯერაც არ შევხვდებოდი, არა, ამას ხას უსვამდა ხოლმე. და ეხლა ზოგიერთი ზედაპირულად მოაზროვნე ისტორიკოსი აკრინებს ხოლმე ქრისტეფორეს როლს, მე ესე ვიტყოდი. ძალიან ცერცეტული ანალიზი მიდის და სულ მახსენდება უწმინდესის აი ეს განსაზღვრება. ერთხელ მახსოვს ისიც კი აღნიშნა, რომ ეფრემ მეორე იყო ასევე ერთ-ერთი პატრიარქი, ძალიან დაახლოებული უწმინდეს ილიასთან და
ეფრემის სიტყვები გაიხსენა, როდესაც კითხეს ვის გამოყოფდითო პატრიარქებიდანო ქრისტეფოროსე მან ყველაზე საჭირო საქმე გააკეთა ეკლესიისთვისო, მაგრამ რაც გითხარით, იმდენ რთული იყო მისი მისია, რომ ბევრს არ ესმის, ზედაპირულად სჯიან და მე ესე ვიტყოდი საკმაოდ სუბიექტურად და არასიღრმისეულად აფასებენ მის მოღვაწეობას. ეხლა თავ შევიკავებ დასახელებისგან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მყავს ჩემი კანდიდატები, უბრალოდ მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ნაკლებად შეერიოს. ეხლა რეალისტურად რომ მიუდგეთ და არა მიამიტურად, სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა გაეკონტროლებინა ეკლესია და დღესაც მომჩნევ მე ამ ხას, ხო ეს დასამალი არ არის, ნამდვილად თავს ვერ მოვუტყუებ და სხვასაც ვერ მოვატყუებ, უბრალოდ მინდა რომ ეს აირჩეს ეპისკოპოსების მხრიდან. ღვთის ნებით მოხდეს არჩევა, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან მრავალწახნაგოვანი, ესეთი იოსებ ისიხასტი, დიდი მამა ათონელი, რომელიც ამბობდა, რომ აი ღვთისნების აღსრულებასო შეიძლება ადამიანებმა წინააღმდება გაუწევონო ათწლეულების წლების განმავლობაში. ზოგჯერ ჩვენ ვითხოვთ ღვთისნების აღსრულებას და ამის დრო არ არის მოსული, მაგრამ ადამიანებიც სოდავენ ამ კუთხით. ერთ-ერთი ჩვენი სახელმწიფოს ალბათ მანკიერი მხარე რა არის, რომ სხვათა შორის კომუნისტები ამბობდნენ, რომ გასაგებია რა ძალაც იყო, კადრები წყვეტენ ყველაფერს და აქ კადრები არ ირჩევა ისე როგორც საჭიროა და ეს ძალიან აზარალებს ჩვენ სახელმწიფოს. ანუ, როდესაც ის კი არ მოდის, ვინც უნდა იყოს, არამედ ის, რომელიც მოდის ჩაწყობით, ნეპოტიზმით და ასე შემდეგ, არა უკვე ეს ყველაფერი ანგრევს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სიძლიერეს. ხო, ეს არ არის მარტივი კითხვა, რა განსაზღვრავს? რა განსაზღვრავდა, თქვა, ებრაელების ისტორიას, რომ მაცხოვარი მოვიდა ებრაელებთან, იმიტომ რომ ხა ყველა ერთს თავის ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ ებრაელები ძალიან ინტელექტუალური ხალხია, ანუ აზროვნებენ და ისინი ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, როდესაც მრავალღმერთიანობა იყო სხვებთან. ანუ როდესაც გვარს, ხალხს ღრმა ინტელექტი აქვს, არა იქ უფრო დაივანებს. განსაზღვრავს სულიერებაც. თუ მიდრეკილია გვარი, რომ პატიოსნად იცხოვროს, სხვას დახმარება გაუწიოს, უბრალოება, როდესაც ფუფუნებას არ არის გადაყოლილი. ანუ ალბათ ისეთი თვისებები მოიცემა გვარის ბევრ წარმოადგენლებთან, რომელიც სათნოა ღმერთისთვის და უფალი ამ გვარს ნიშანს დაადებს. სხვათა შორის ადამიანებთანაც ხდება, ხშირად ჩემი ნიშნავს, რომ აი ვიღაცას დაადებს ნიშანს და თავისკენ იზიდავს. ის ან მონაზონი უნდა გახდეს, ან ბერი უნდა გახდეს, ან მღვდელი უნდა გახდეს, ანუ საუკეთესოებს ირჩევს და აი ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ინტელექტუალური სიძლიერე, სულიერებისკენ სწრაფვა, უბრალოება, არ დახუდავება მატერიალურზე და ასე შემდეგ ალბათ განაპირობებს, რომ გამოარჩევს ხოლმე უზენაეს. ცოტა გვერდზე წავალ და ვიტყვი, რომ მე პირადად ვეუბნები, რომ არსებობს კითხვა, რომელიც არ უნდა დაისვას. გაჩნდა გონებაში კითხვა, მოგერიდება რახან სასულიერო პირი, მოგერიდება, რომ შეიძლება მკრეხელურად ჩანდეს, ან უცნაურად, ან სულელურად, არა, კითხვა დასვა. ვცდილობ, რომ აუცილებლად აი ამ მიმართულებით წავიყვანო ადამიანი. რა მიმართულებით? კითხვა ძალიან ბევრია. კითხვა არსებობს თუ არა ის სამყარო. კითხვა იმაზე, რომ აი ბრძოლები მაქვს, ჩემი რწმენა იმდენად ღრმა არ არის. კითხვები ვნებებთან დაკავშირებით, აი 2-8 სასიკვდილო ვნება გამოიყოფა ქრისტიანული კუთხით. სასიკვდილო რატო? იმიტომ რომ ყველაზე მეტად აძიანებს ამ ვნების გახელება ადამიანის სულს. იქნება ეს სიძვა, ნაყროვანება, ამპარტავნება და ასე შემდეგ. ორი უსასის ტრაგედია მათ შორის ეს არის სიძვის და სასწაულკეთილების. ეს ორი მაინც ფიგურირებს. დღევანდელი სამყარო მაინც ისეა, რომ უბიძგებს ადამიანს სასწაულკეთილებისკენ, დეპრესიისკენ.
მე ხშირად ვამბობ, რომ მართლმადიდებლო ყველაფერთან ერთად უარყოფით ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნება. ახალგაზრდებს ხშირად უჭირთ აი ამ სიძვისვნებასთან გამკლავება, მით უმეტეს ისე სამყარო მოეწყო, რომ ამისკენ ბევრი რამე უბიძგებს, აი ეს კითხვებიც ფიგურირებს. ბევრი კითხვაა, ბევრი. და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პირადად მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩამოიწეროს ის კითხვები, რომელიც განსაკუთრებით აწუხებს და აღელვებს ახალგაზრდებს და ამ კითხვებზე პასუხი გაეცეს, ჩვენ ზღუდლები მოემზადოთ, რომ ეს პასუხები იყოს ისეთი მათ რო დააკმაყოფილებს და არა ის, როგორც მე მინდა რომ პასუხი გავწე. ჩვენც უნდა მოემზადოთ, რომ ჩვენი პასუხები იყოს დამაჯერებელი და ისეთი პასუხები, რომელიც ახალგაზრდას უბიძგებს იმისკენ, რომ ეკლესიაში ჩაუშვოს ღუზა. საერთოდ რა არის, იცით, როდესაც სიღრმეში შედიხარ ქრისტიანი ცხოვრების, იქ რა მომენტი შემოდის, იცი რომ აი ხვდები რომ არაფერი არ ახარ. არასოდეს არ თქვა არასოდეს. აი წმინდა მამები მოთქვამენ რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ. წარმოიდგინეთ ის ხალხი, რომელიც ყველანაირად აკონტროლებდა საკუთარ თავს, არა მხოლოდ ქცევის, ფიქრის, ემოციის დონეზე. ისინი თვლიდნენ რომ ყველაზე ცოდულები იყვნენ. რატომ? იმიტომ რომ იმდენად დიდი ფსიქოლოგები იყვნენ, იმდენად ღრმად აშუქებდნენ საკუთარ მეს, ადამიანურ ბუნებას, რომ ყველა ცოდვის მიერ მონაცემს ხედავდნენ საკუთარ თავში. ამიტომაც აი შეგრძნება შემოდის სულ, რომ არაფერი არ ახარ. ყველა ცოდვისკენ შეიძლება გადადგა ნაბიჯი. აი რომ ყელყელაობ და ჭკვიანი ძალიან გონია თავი, არის სიტუაციები, როდესაც ბრინჯივით იბნევი და არ იცი რა გააკეთო. ანუ სულ შემოდის საკუთარი უსუსურობის შეგრძნება, საკუთარი გონების უძლურების და ასე შემდეგ და ასე რომ ღმერთი სულ გამდაბლებს, მე ესე ვიტყოდი. პირადად აი მე რომ მაქებენ ხოლმე, აი თავისთავად აი ესეთი რეაქცია ირთვება ჩემში, რომ ახსენდება ჩემი შეცდომები, ჩემი ცოდვები და ეს ხება დიდად ყვი აღარ მოქმედებს. პირიქით არ სიამოვნებს ხოლმე. აი რაღაცნაირად აფერქთალებს ამ ყველაფერს. ასე რომ ადამი სიტყვა საიდან წარმოდგება, იცით, წითური მიწისგან. ხო და რატომ თქვენ იცით მიწისგან შექმნა ღმერთმა ადამიანი და რო კვდება მერე მიწა იყო მიწად იქეცო. რატომ? იმიტომ რომ დაემდაბლებინა და ეგზნობინებინა რომ მიწისგან შექმენი და ზედმეტად ნუ გამაპარტნერდი. კიდე აი სხვას რო გამეკითხავთ, არა, ძალიან ხშირად იგივე ცოდვაში ვარდება. ანუ ცხოვრება ისეა მოწყობილი, სულ გამდაბლებს, სულ რაღაცნაირად დაბლაქწევს. ეს არ ნიშნავს არასრულფასოვნების კომპლექსი. არა, ეს სხვა რამეა. უბრალოდ უნდა მიხვდე, რომ არაფერი არ ახარ. ღმერთისგან ახარ შექმნილი და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა არის, რომ თავი დაიმდაბლო და მოხრილი იარო არა დაკომპლექსებულმა, არამედ უბრალოდ როგორც დიდმა ადამიანმა. ფარისევლობა, ნუ ეკლესიური გაგებით ახლა დიდმარხვის პერიოდი ვახსენეთ, მოსამზადებელი კვირა არის მეზვერესა და ფარისევლის. რას ვკითხულობთ სახარებაში, რომ შევიდა ერთ-ერთი ფარისეველი და ამბობს, რომ მე ისეთი არა ვარ, იქვე არის მეზვერე, ასე ვთქვათ, როგორც ეს მეზვერე, არა ვარ მტაცებელი, ორჯერ მარხულობ კვირაში, მეათეც სხვას უთმობ ჩემი შემოსავლის და ასე შემდეგ. ანუ მადლობა რომ ესეთი ცოდული არა ვარ. ანუ განადიდებდა საკუთარ თავს. ანუ ფარისევლობა რას გულისხმობს ეკლესიური გაგებით, როდესაც ყელყელაობ შენი მორწმუნეობით და შენი სათნოებებით. და სინამდვილეში ღვთისთვის სათნო იყო, ეს კიდე სხვა პილოტაჟია. წმინდა სილვან ათონელი ამბობდა, რომ ბევრი მორწმუნეა, მაგრამ უფლის ცოდნე არის ცოტა. აი უფლის მაჯისცემა შეიგრძნო. რა არის იმისთვის სათნო, ეს კიდე სხვა, მე ესე ვიტყოდი, სფეროა. ასე რომ ფარისევლობა ამასაც გულისხმობს და არის ალბათ ეროვნული გაგებითაც ფარისევლობა, როდესაც ადამიანი თამაშობს კარგად, თამაშობს სულიერ ადამიანს, სამართლიანს და სინამდვილეში არა სხვა ბუნება აქვს, იქ საქმეზე რომ მიდგება რა, ისეთი ეგოისტი ხდება, ისე გაქცირავს, ისე ანგარებით მოიქცევა, რომ მისი ასე ვთქვათ, კეთილი დიდი ადამიანებისგან არც არაფერი არ ჩანს. ხალბია თავისი სახით.
და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ, აი სულიერი კანონი ერთ-ერთი რას გეუბნება, რომ იყო ის რაც ხარ. ეს სხვათა შორის ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ არის ბიბლიაში ესეთი ეპიზოდი, მოსეს გამოარჩევს უფალი და ეუბნება, რომ წავიდეს ფარაონთან, რომ ფარაონმა გაუშვას ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან, იმიტომ რომ ძალიან ავიწროებდა ფარაონი მაშინდელი ეს ხელისუფლება და მოსე ჯერ იუარებს და მე დახვდება და ეკითხება ვინ ხარ შენ? მე ვარ ის, რომელიც ვარ. ჩვენ ღვთის სახე და მსგავსად შევიქვენით და ჩვენც უნდა ვიყოთ ის, რაც ვართ. ერთ-ერთი ბრძენი მოძღვარი მახსოვს ამბობდა, მეუბნებოდა, რომ იყავი ის, რაც ხარ, ანუ გამარტივდი. კოკასა შინა რაც დგას, იგივე წარმოდგინდების. არა, ადამიანი არის სოციალურ ფსიქოლოგიაში ესეთი მიდგომა, რომ სხვადასხვა როლებს თამაშობს და აი რაც ნაკლებად ვითამაშებთ ამ როლებს და ვიქნებით ის, რაც ვართ, იქნება უფრო ქრისტიანული და ღვთისმსახურება, თუმცა ეს ძალიან რთული. ხო, რა არის იცით, ეს საკმარისად რთული საკითხია, ეს შეიძლება გახდეს ეშმაკის დიდი მახე, რა იგულისხმება. იგულისხმება ის, რომ ზოგჯერ ილუზიას ქმნის, იცით, რომ აი მაგალითად ადამიანი ტაძარში არ დადეს და ვიღაცა დადის ეკლესიაში და ხედავ ის ნაკლოვანებებს, იმის ბრძოლებს და ეშმაკი უქმნის ილუზიას, ვინც ტაძარში არ დადის, რომ ის კარგია და ეკლესიის გარეშე შეიძლება იყო კარგი. აი, იმდენად ჭკვიანი ეს ღვთისაწინააღმდეგო ძალა, რომ აი ეს სქემა შეიძლება გაათამაშოს, იმას ბრძოლებს მოუხსენს. იმას სიკარგისკენ უბიძგებს, გაიგეთ რა შეა საქმე, რომ თუნდაც დაანგრიოს ეს შეხედულება, რომ ადამიანი კარგი რო გახდეს, ეკლესიის წიაღში უნდა იყოს. და აი ამ მიმართულებით იბრძვის. მე ესე ვიტყოდი. ნუ კიდე დავამატებდი იმას, რომ ღმერთი არაფერს არ დაგიკარგავს, მაგრამ ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანო, რომ აი წარმოიდგინეთ თქვენ არის მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი და ვიღაცა მიდის კარგ მათემატიკოსთან, ვიღაცა აბარებს უნივერსიტეტში მათემატიკურ ფაკულტეტზე. ხო, უკვე იმ სკოლას მიახლება, სადაც მისი განვითარება ხდება რა. აი ესე არის ადამიანიც. ეკლესია რა არის? ეს არის ადამიანის გამოსწორების რელიგია. და თუ ღრმად ჩაიხედავს ადამიანი არა საკუთარ თავში, უამრავი რამეა გამოსასწორებელი, რაც არ უნდა კარგად მოჩანდეს. უამრავი. და როდესაც ეს პროცესი არ მედის, ის პრიმიტიულ დონეზე რჩება. მე ესე ვიტყოდი. თავარი დანიშნულება ეკლესიის რა არის? ადამიანი უკეთესობისკენ შეცვალოს. და როდესაც ამას შენ იგნორირებას უკეთებ, აი რაც არ უნდა კარგი ჩანდე კიდევ მეორებ, რჩები პრიმიტიულ დონეზე. არა, არ არის პრობლემა. ადამიანად გასაგებია ხა რომ ვიზუალურად წარმოიდგენ, რომ იხალხილება ნაკურთხი წყალი კანზე უნდა მოხდეს, მაგრამ არა, იმის მიღმა არის, იკითხება ლოცვები. შინაარსი აქვს თავარი, რომ ჩატარდა, მე ესე ვიტყოდი, ნათლობის რიტუალი. სხვათა შორის თვითონ კითხვა არ მოიცავს, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს სამყარო ძალიან რეალური სამყარო, ძალიან ბევრი ბავშვი გადაგებული, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, ნათლობის შემდეგ ჯანმრთელდება და ეს ძალიან ბევრი ფაქტი არის მოცემული. წარმოიდგინეთ თქვენ. ხო და იქ ხა ნაკურთხი წყალი მიესხმება თუ არ მიესხმება, იმის მიღმა არის უამრავი ნიუანსი ნათლობასთან დაკავშირებული. ეს არსებითად არაფერს არ ცვლის. მე ესე ვიტყოდი. რომ გინდა თუ არა, განზე მოხდება თუ არა. იქ ლოცვები იკითხება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამასთან და კიდევ მეორე ტანსაცმელსაც რა მოხდეს, ახლა უფალი ხო ხედავს რა ნაკურთხი წყალი ესხურა და ესეთი მეწლოვანი კი არ არის უზენაესი, რომ გინდა თუ არა მოკითხავს, რომ იქ განზე მოხდა თუ არა ეს წყალი. ასე რომ ადამიანური კუთხით გასაგებია, რომ ეს ბრძოლები შეიძლება დაეწყოს ვიღაცას დაუკმაყოფილების შეგრძნება ჰქონდეს, მაგრამ არსობრივად რაც გითხარით არაფერი არ იცვლება. იცით რას ვეტყოდი, რომ ახალგაზრდობის პერიოდი გაივლის. საერთოდ არის ერთ-ერთი ესეთი არასახარბეულო მოვლენა, ვთქვათ, ბავშვები დადიან ტაძარში, აღსარებაც ამბობენ, ზიარებიან, სიხაროსნები არიან, მერე მოდის თინეიჯერობის ხანა, ახალგაზრდობის და ტოვებენ ეკლესიას. მე ვიტყოდი, რომ თვითონ უფალთან სერიოზულ ურთიერთობასაც თავისი ასაკი აქვს. უფრო 30 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ უფრო ცდილობს ადამიანი ღმერთისკენ აბიჯები გადადგას. თუმცა არის ხალხი, რომელიც
ბავშვობიდანვე, ახალგაზრდობიდანვე მიდის ღმერთისკენ. ასე რომ მარტო ასაკი არ განსაზღვრავს, რამდენი ბერია მონაზონი ახალგაზრდულ ასაკში ყველაფერს წირავს და მიდის უფლის სავალ გზაზე. უბრალოდ ურჩევდი ახალგაზრდებს, რომ მიხვდნენ, რომ ამოებათა, ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. ხანში შესულ ხალხს რომ გეტყვის, რომ უცებ გაიპარა ეს ცხოვრება. ადამმა იცხოვრა 930 წელი. ხო, მაშინ დიდხანს ცოცხლობდნენ და მამა კლეოპარა ესე დიდი რუმინელი ბერი ძალიან, როგორც ჩვენთან მამა გაბრიელი იყო და მახსოვს მასთან წავიკითხე, რომ მივიდაო ადამთანო ურიელ თავრანგელოზიო და ეუბნებაო, რომ დამთავრდაო შენი მიწიერი ცხოვრების ხანაო, ზეცაში უნდა აგიყვანოო და თან აკითხება, როგორ მოგეჩვენა ეს ცხოვრებაო და ადამი რას ეუბნება, თითქოს ერთ კარში შევედი და მეორედან გამოვედიო. წარმოგიდგენთ, თქვენ 930 წელი იცხოვრო და ეს განცდა გქონდა. ჩვენ გენიალური გამონათქვამი გვაქვს წუთის სოფელი. მართლა წლებს რომ მოიტოვებ, გეჩვენება, რომ წუთის სოფელი იყო ეს ყველაფერი, ხო და ასე რომ ახალგაზრდები ამას ვერაცნობიერებენ. უცებ გაივლის ეს. ძალიან ბევრი უკვე ასაკთან ერთად რაც იზიდავდა ახალგაზრდობაში, აინტერესებდა, ამაოდ მოჩანს დიდარაფრად. რჩება რა ღმერთთან ურთიერთობა, ხო და რაც უფრო ახალგაზრდულ ასაკში ამას გაითავისებ და თავისას მიაგებ უზენაერს, იქნება ძალიან კარგი. დრო არ უწყობთ ხელს ახალგაზრდებს გარემო, მაგრამ მე მგონი ჭკუა უნდა დაატანონ და მიხვდნენ, რომ მაინც ყველაფერი ამაზე დადის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მადლობთ, რომ ისმენდით.